პირველ რიგში იქიდან დავიწყოთ, რომ დღეს აი ამ მნიშვნელოვანეს შეხვედრაზე დიახ. საქართველოს საერთოდ რომ ნორმალური ხელისუფლება ყავდეს და საერთოდ ხელისუფლება რომ ყავდეს და ეს კრიმინალური ბანდა რო არ მართავდეს ივანიშვილის მეთაურობით ამ ქვეყანას, რეალურად დღეს საქართველოს უნდა განიხილებოდეს დადებით კონტექსტში, ხო? მათ შორის გაფართოების შესაძლებლობის კონტექსტში, იმიტომ რომ ეს შესაძლებლობა რეალური ევროპული ინტეგრაციის საქართველოს ჰქონდა და აქვს ჯერ კიდევ ხო ამ კონკრეტული ღია ფანჯრის მეშვეობით რა შესაძლებლობაც ბოლო 2 წელია ესე ვთქვათ გაჩნდა საქართველოს დღეს რეალურად სწორედ ჩვენ რო ნორმალური ხელისუფლების პირობებში ვიყოთ საქართველოზე უნდა საუბრობდეს სწორედ დადებით კონტექსტში მაგრამ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად საპირისპირო იმიტომ რომ აბსოლუტურად საპირისპირო გვაქვს იმის გათვალისწინებით რომ ქვეყანას მართავს რეჟიმი რუსული რეჟიმი და რუსულ რეჟიმთან ერთად აბსოლუტურად ბრუტალური რეჟიმი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს წამლავს ქიმიური იარაღით, აწამებს ციხეებში ყავს გამოკეტილი პოლიტიკური პატიმრები, ანუ რეალურად დღეს ქართული ოცნების სახით, აი კრიმინალური ბანდა მართავს ამ ქვეყანას, რომელიც ამ ქვეყანას მიაქანებს ქაოსისკენ და ამ ქვეყანას მიაქანებს ძალადობისკენ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას უყვარს ხოლმე აი ამ სტაბილურობის და სიმშვიდის საკუთარ მესიჯად გასაღება, რეალურად ყველაფერი ამის წინააღმდეგი არის ქართული ოცნება, იმიტომ რომ სტაბილურობა, კეთილდღეობა და სიმშვიდე და განვითარება ეს არის მხოლოდ ევროკავშირში და ევროპული ინტეგრაციის პარკლებში და როდესაც ქართული ოცნება აკეთებს ამის საპირისპიროს ის ქვეყანას ტოვებს იზოლაციაში, ხო? ხა იმ მოვლენების გათვალისწინებით, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს წამლავ, როდესაც პოლიტიკური პატიმრები ხავს, როდესაც ევროპული ინტეგრაციას, რომელიც ამ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებასთან არის პირდაპირ კავშირში, ასამარება, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებზე, რომლებიც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობიდან დღემდე ხარს უჭერდნენ, მათ შორის ფინანსურად ეძახით deep state-ებს და გლობალური ომის პარტიას, როდესაც ოპონენტებს უსწორდები და ასე შემდეგ, ანუ როდესაც საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარ მოქალაქეებს აწამებ, როდესაც ხელისუფლება გაქვს მიტაცებული, ამ ფონზე არაფერს კარგს ქართული ოცნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან არ უნდა ელოდეს, მით უმეტეს არ უნდა ელოდეს არც ევროპელებისგან და მით უმეტეს არც იმის იმედი უნდა ქონდეს, იმიტომ რომ მე დღეს წავიკითხე მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირადი ფილოსოფოსის, ჯიბის ფილოსოფოსის შათელიშვილის წერილი, რომელთაც რეალურად ბიძინა ივანიშვილი გველაპარაკებად დღეს პირდაპირ თავს დაესხა მათ შორის ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ამის deep state-ის დამცველად გამოიყვანა, თუმცა ახსოვს საქართველოს მოქალაქეებს როგორ ატყუებდა ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ მათ შორის ბიზნესმენებს, რომ ისინი რაღაცას დაალაგებდნენ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ეს წერილიც შათელიშვილის რეალურად აჩვენებს სასოწარკვეთილ მდგომარეობას ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების. ამიტომაც მთელ ამ კონტექსტს რო შევხედოთ, მათ შორის გლობალურ კონტექსტს და ეს გლობალური კონტექსტის როგორც არ უნდა ცდილობდეს ეხა პროპაგანდა, იქ კოლექტიური შალვარამიშვილები და ასე შემდეგ წარმოაჩინონ, რომ ევროპა სუსტია, რომ ევროპის იმედი არ უნდა გქონდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მაინც არის საფუძველს მოკლებული და ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ ერთადერთ მიზანს, რომ პროპაგანდით საქართველოს მოქალაქეებს ეცადონ საკუთარ ამორჩევლებს უფრო მეტად, რომ ბოლომდე გამოულაყვან ტვინი, მაგრამ რეალობა არის შემდეგი. რეალობა არის ის, რომ სანამ ქართული ოცნება მართავს ამ ქვეყანაზე საკუთარ თავს ეძახის ხელისუფლებას, მანამდე არც ამერიკელებისგან, არც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან არაფერს კარგს არ უნდა ელოდოს ქართული ოცნება და არც ეს ქვეყანა, ხო? ამათ პირობებში ქვეყანას ემუქრება იზოლაცია, ამათ პირობებში ქვეყანას ემუქრება ყველა იმ პრივილეგიის დაკარგვა, რაც ჩვენ ევროპელებისგან გვაქვს და ქართული ოცნების პირობებში ამ ქვეყანას რეალურად ემუქრება არასტაბილურობა, ქაოსი, იმიტომ რომ როდესაც დაპირისპირებული ხარ ყველასთან, დაპირისპირებული ხარ ევროკავშირთან, დაპირისპირებული ხარ და ლანძღავ ამერიკის პრეზიდენტ ტრამპს, დაპირისპირებული ხარ აზერბაიჯანთან. ანუ არ დატოვეს არავინ, ანუ რეალურად თუ ვინმე არის ომის პარტია და აგრესიის და ქაოსის ქართული ოცნება, ამიტომ აბა მოიხადეთ ირგული, არ დატოვეს არავინ, ვისთანაც კონფლიქტში არ შევიდნენ და ვისთანაც არ აქვთ კონფლიქტი. მე დღევანდელი ესე შეხვედრიდან ასევე ველი იმასაც, რომ იქნება განხილული მათ შორის სანქციების საკითხი. დიახ. იმიტომ რომ სანქციები, რაც ეხლა ქართული ოცნების წარმომადგენლებზე არის დაკისრებული, რეალურად ასრულებს თავის ფუნქციას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ეს კიდევ მეტად გაიზარდოს, ამიტომ ეს დგას დღის წესრიგში, რომ ეტაპობრივად ეს სანქციები ქართული ოცნების წარმომადგენლებზე და არა მხოლოდ ქართული ოცნების წარმომადგენლებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე
ყველა იმ ადამიანზე, ვინც რეჟიმს აძლიერებს გავრცელდეს და ეს იყოს ბევრად უფრო მძიმე ფასი გადაიხადოს ამ სანქციებით მთავარმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოსთან მიმართებაში არა მხოლოდ ამ მიმართულებით, ასევე ბოლო დროს აი ამ სკანდალით, რაც BBC-ს სიუჟეტით გახდა ხო რეალურად შესაძლებელი იქნება ასევე ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს აქვს ძალიან ესეთი მკაცრი დამოკიდებულება და აბსოლუტურად ლოგიკური. იმიტომ რომ ეს არის ესე ვთქვათ კიდე დამატებითი ურსმანი ძალიან მწარი ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ საქართველოს მოქალაქეები დაწამლა ისე როგორც როდიონოვმა დაწამლა 9 აპრილს, საქართველოს ყავს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც წამლავს საქართველოს მოქალაქეებს და სასიკვდილოდ იმეტებს და წირავს ბოლომდე. ამიტომაც რაც უფრო დიდი ხანი იქნება ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ეს ქვეყანა აკარგვიებს კეთილდღეობას, ეს ქვეყანას აკარგვიებს განვითარების შესაძლებლობას, აკარგინებს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას პირველ რიგში და საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. მაგრამ ეს ასევე ქართულ ოცნებას, რაც უფრო მეტად ცდილობს ქართული ოცნება ძალაუფლების შენარჩუნებას, მასზე იქნება რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი წნეხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, იმიტომ რომ როგორიც არ უნდა იყოს მცდელობა, აი უბრალოდ ქართული ოცნების ამომრჩეველს რამის გაანალიზება თუ უნდა, მაშინ ძალიან კარგად უნდა შეხედონ ქართული ოცნების რიტორიკა ტრამპის არჩევამდე და ძალიან კარგად უნდა შეხედონ შემდეგ მისი ჯიბის ფილოსოფოსის წერილებს და ბოლო წერილსაც. ხო, რაც არ უნდა იყოს ქართული ოცნების სამცდელობა, ცივილიზებულ სამყაროსთან ვერასოდეს ვერ დაალაგებს ქართული ოცნება, იმიტომ რომ ეს არის არადემოკრატიული რეჟიმი, იმიტომ რომ წამლავს საქართველოს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს და ის უკარგავს ამ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების შანსს. კი ბატონო, და სწორედ ამ კონტექსტში მინდა გკითხოთ, აი რამდენად არის მოსალოდნელი, რომ აი რაღაცნაირად ივანიშვილი ცდილობდეს იმ სცენარის მორგებას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, რაც მოხდა მაგალითად ბელორუსში, ლუკაშენკოს შემთხვევას გულისხმობ, როდესაც შეერთებულ შტატებთან გარიგების სანაცვლოდ მოხდა პოლიტიკური პატიმრების შეწყალება, ხომ ასზე მეტი პატიმარი გაათავისუფლა ლუკაშენკომ. აი რამდენად შესაძლებელია ივანიშვილმაც პოლიტიკური პატიმრების საკითხი გამოიყენოს როგორც ინსტრუმენტი იგივე თუნდაც ევროპასთან ან შტატებთან, თუნდაც სანქციებს თავი აარიდოს ან რაღაცაზე დაალაგდეს, რამე გამოივაჭროს. რამდენად შეიძლება მათი მხრიდან ესე დავსვამდი კითხვას, ივანიშვილი იყოს ამ ასეთი ინტერესის ობიექტი. ერთი არა უნდა ივანიშვილს, მაგრამ მეორეა თავად პარტნიორებმა რამდენად შეიძლება დაინახონ რაღაცა ამ ტიპის მოკავშირედ ოცნების ლიდერი. ამაშრება რეალურად ახლა ბიძინა ივანიშვილი, ნახეთ, როდესაც ძევლად აყავს საქართველოს მოქალაქეები, ის ამას ცდილობს. რამდენად გამოზდის ეს სხვა საკითხია, ერთხელ მან ის გააკეთა 2020 წელს, როდესაც ნიკა მელიას დაკავების დროს შესაბამისად სტილია ბიძინა ივანიშვილის და არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქების სტილია ეს რომ ძევლად რო აყავს ეს ადამიანები შემდეგ ივაჭროს ამ ადამიანებით ევროპელებთან და ამერიკელებთან ხო რაღაცის სანაცვლოდ ხო ხა დასაკარგი ბიძინას აქვს ძალიან ბევრი მათ შორის ის რომ ეხა ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტაზე ძალიან აქტიურად საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სანქციები და მისთვის განსაკუთრებულად კინეულია ბრიტანული სანქციები ხო შესაბამისად ეს ბრიტანული სანქციები მისთვის არის ფაქტობრივად სასიკვდილო და ამ ბრიტანულ სანქციებზე ფაქტობრივად ინტენსიურად მიმდინარეობს საუბარი და საუბარი რომ მიმდინარეობს ბრიტანულ სანქციებზე ხო ბრიტანეთში ეს უკვე ნიშნავს იმას რომ უკვე ნაბიჯი იმისკენ რომ ის დასაგრძელდეს გადადგმულია იმიტომ რომ ესე მარტივად არ ხდება ბრიტანეთის პოლიტიკურ მასში რა ქვია წრეებში მსგავს თემებზე საუბარი ამიტომ ბევრი საშიშროება აქვს ბიძინა ივანიშვილს მას დასაკარგი აქვს ფული მისთვის ყველაფერია ღმერთი არის მისთვის აი ეს ფული რომლის დაკარგვისაც მას გიჟივით ეშინია, ამიტომაც რა თქმა უნდა, რომ ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ თავიდან აირიდოს ეს სანქციების, მაგრამ ბელორუსისგან განსხვავებით, ახლა კი რა თქმა უნდა არის ეს შესაძლებლობაც, მაგრამ ბელორუსისგან განსხვავებით ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არავინ არ არის. აი ოლიგარქებშიც კი ყველაზე ბანძია, ესე რომ ვთქვათ, პირდაპირ ახლა ბელორუსი დიდი ქვეყანა არის ასევე ცოტა სხვა რესურსებით და ასე შემდეგ, ხო? ანუ თქვენ ხო აკვირდებით და
საქართველოს მოქალაქეებიც ხედავენ, რომ მთელს ამ პროცესში, მასში, როდესაც ბელორუსთანაც კი პატიმრების გათავისუფლების თემაზე ლაპარაკობენ, ბიზნესზე ჯერ ამ მიმართულებით არავინ არ ლაპარაკობს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ აგრეთვე 170-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს და ასევე ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ასევე არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეგუებიან დიქტატურას და საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან ყოველდღიური აქციებით, ყოველდღიური პროტესტით, ყოველდღიური დაკავებებით, ყოველდღიური თავგანწირვით და როდესაც საქართველოს მოქალაქეები იბრძვიან ყოველდღიურად, ამა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ და როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეგუებიან დიქტატორის დამყარებას და ხელები ჩამოშებული არა აქვთ, ესეთ შემთხვევაში მათ ეს მოლაპარაკებები ბიძინა ივანიშვილთან არა თუ გაუჭირდებათ დღის წესრიგში ფაქტობრივად არ დადგება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ბრძოლა, რაც ქვეყნის შიგნით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები დიდი ნაწილი ციხეში ან საქმეები აღზრული, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ადამიანებს აკავებენ რუსთაველზე პროტესტის გამო და ამის შემდეგ, რასაც არ უნდა ცდილობდეს ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური პატიმრების ძევლებად აყვანას, მათ გაცვლა სანქციების მოხსნას, არა, ეს ვერ უზრუნველყოფს მის სიმშვიდეს და მის სიმშვიდეს ვერ უზრუნველყოფს, იმიტომ რომ მან თვითონ მიიყვანა აქამდე საკუთარი თავი და თვითონ მიიყვანა აქამდე ეს ქვეყანაც, ანუ რეალურად დღეს პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ბრძოლად ეს ქვეყანა ყავს და ამ ქვეყნით ვაჭრობს, მაგრამ სანამ საქართველოს მოქალაქეები ბრძოლას აგრძელებენ დიქტატურის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის ვერ უშველეს ვერაფერი. საერთოდ მათ შორის ვერც პოლიტიკური პატიმრების ბრძოლად აყვანა და ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს უნდა იყოს, რომ ეს ბრძოლა წინააღმდეგობის საქართველოს მოქალაქეების ქვეყნის შიგნით იყოს ბევრად უფრო ფართო, ბევრად უფრო აქტიური, ბევრად უფრო შემართებით და რაც ყველაზე მთავარი არის, ბევრად უფრო ორგანიზებული, იმიტომ რომ დღეს განცხადებებსაც უსმენდი მე ახლა თქვენს ეთერში და ევროპელი ლიდერები სწორედ ამას უსვამენ ხაზს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა თავისუფლებისთვის არის ის, რითაც საქართველოს მოქალაქეები ანახებენ მთელს საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეგუებიან ამ დიქტატურას და დიქტატურამ ვერ გატეხა საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა ბიძინა ივანიშვილის ამ მიმართულებით ჩემი აზრით იქნება განწირული, მანამ სანამ საქართველოს მოქალაქეებს შეწევს უნარი იმისი, რომ იბრძოლოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ძალიან დიდი მადლობა.